და რას ემსახურება საერთოდ სამყაროების შექმნა რისთვის არის? თამაშია. ანუ გასართობი გამოდის სულის? ანუ იცი რა არის არსებობა რომ იყოს არსებობა როგორც ასეთი არის გაჩერებული მდგომარეობა, აი არსებობა სიტყვას რომ ამბობთ არის გაჩერებული მდგომარეობა, ხო? უბრალოდ არსებობა. ხო და ღმერთი უბრალოდ არსებობს. მაგრამ ეს არსებობა რომ იყოს დროში და გრძელვადიანი კი არა, ანუ ის არის დროის გარშე არსებობა ძული მიტოა, მაგრამ იქ დრო არ არის და სულ არსებობაა. და ეს არსებობა რომ იყოს უკვე დროში და მოქმედებებში და ქრონოლოგიაში ამისთვის თავად არსებობა იგონებს მრავალ სიუჟეტოვან განვითარებებს თავისივე არსებობის. არ ვიცი რამდენიც ლოგიკურად ჟღერს, მაგრამ მე ხელ ლოგიკურად ვხედავ. ანუ საინტერესო რო გახდეს მაგას ემსახურება? ხო, აი როგორც მაგალითად სახში რო ზიხარ, ხო ხარ არსებობ, მაგრამ საინტერესო არ არის, არც ინტერნეტი გაქვს, არც სტუმრად მიდიხარ, არაფერი არ ხდება, უბრალოდ სულ არსებობ, დროის გარეშე თუ სადაც არ გაქვს, არც დრო არ იცი, ანუ უბრალოდ გაყინულია შენი არსებობა, შეიძლება ესე ვთქვას. და როცა რაღაცა მოქმედებები შემოდის, ეს უკვე არსებობის ქრონოლოგიას ანვითარებს და არსებობა ხდება უკვე დროში გაწერილი და რაღაცა სიუჟეტური ასე ვთქვათ. და ეს მთელი უსასრულობა ესე მოხდება? სულ ეგრეა. უძრავი არსებობიდან იქნება მოძრავი არსებობა, მე ასრულებს ეს მოძრავი არსებობა თავის თავს, მე ისე იქნება, ანუ სულ ეს ციკლი მიმდინარეობს. საინტერესოა. და ყველა ამის მონაწილე არის. კი. ყველა სულ არა, ვიღაცები არიან, ვინც არ ერთვებიან დიდად, მაგრამ რაღაცა, ანუ შეიძლება მატერიებში არ ჩაერთონ და ცოტა დაბალ ვიბრაციებში, მაგრამ რაღაცა საქმეებში სულ არიან ჩართულები. აინტერესებთ, ანუ არავინ არაფერს არ ეძალებს. და საინტერესოა.